რა პროგრამები ხორციელდება ქვეყანაში დევნილი ახალგაზრდების ხელშეწყობისა და განვითარებისათვის, განათლებისათვის და როგორია 2025 წლის გეგმები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ვაჩლიანი შემოგვიერთდება ამ თემაზე სასაუბროთ. პირდაპირ ეთერში სტუდიაში მოგესალმებით ბატონო ბექა, მადლობა თქვენი დროისთვის. მადლობა, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მივესალმები ჩვენს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფი მოქალაქეებს. პირველ რიგში მინდა ხაზი გაუსვა პედაგოგებს, რომლებიც ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას, იცავენ ჩვენს ქართულ ენასა და ლიტერატურას და მაქსიმალურად ცდილობენ დაიცვან ჩვენი იდენტობის ფუნდამენტური ფასეულობები. რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ მათგანს, ჩემთვის, როგორც მინისტრისთვის ძალიან კარგი მიდგომები აქვთ და მინდა მე ვიყო მათი როგორც мотиваციის მიმცემი, ასევე მინდა ვიყო მათი უფლებების დამცველი. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაუხადო აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ ლევან გალუპლიჩვილს გამოცხადებული ნდობისთვის. ბატონ ბექა, ძალიან კარგია თქვენ ვაფასებთ პედაგოგების მოღვაწეობას. რა არის თქვენი სამოქმედო გეგმა? ახლა დანიშნული მინისტრი ხარ და როგორი იქნება თქვენი სტრატეგია, მიდგომები, იცვლება თუ არა ამ სტრატეგიაში რაიმე გეგმები? როგორი იქნება 2025 წელს მაინც გაწერილი გეგმა თქვენი სამუშაო? კეთილი, რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩვენი გუნდის სამინისტროს თითოეული თანამშრომლისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია რომ თითოეული პროგრამა და ქვეპროგრამა იყოს მაქსიმალურად ეფექტურად მორგებული ჩვენი დროებით დევნილი ახალგაზრდების ეკონომიკურად განვითარებისა და მდგრადობის თვალსაზრისით. საინტერესოა რამ პროგრამებზეა საუბარი, რამდენ პროგრამაზე მუშაობს, რამდენ პროგრამით მუშაობს უпроსორეთ თქვენი სამინისტრო და თუნდაც იგივე ახალგაზრდული მიმართულებები რამდენად აქცენტირებულია ამაზე სამინისტროს მუშაობა. მოგახსენებთ, დავყოთ დიფერენცირება მოვახდინოთ ჩვენი პროგრამების. ჩვენ გვაქვს როგორც განათლების, კულტურის და სპორტული პროგრამები. განათლებაში მოიცავს 4 დიდ პროგრამას და 10 ქვეპროგრამას. კონკრეტულად გვაქვს როგორც სახელობითი სტიპენდიები, ფინანსური მხარდაჭერის სტიპენდიები და ასევე კულტურაში, როგორც კულტურაში და სპორტში გვაქვს როგორც მაგალითად ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია, ვიქტორ სანევის სახელობის სტიპენდია, თაბუკაშვილის სახელობის პრემია, ასევე კულტურულ ფასეულობათა დაცვის სპეციალური პროგრამები, სადაც ძირითადად მთლიანად ჯამში წარმოადგენს 4 პროგრამას, ასევე ჩვენ სამინისტროში გვაქვს როგორც კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდულ სააგენტო, სადაც ძირითადად მათი მიმართულებებიც დაახლოებით 10-ია და სრულად ჯამში ჩვენი სამინისტროს პროგრამები შეადგენს 21 პროგრამას და მაქსიმალურად ვცდილობთ ეფექტურად მოვარგოთ ჩვენს დევნილ დროებით ახალგაზრდა ბავშვებს. საინტერესოა რა თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეები გაქვთ, თქვათ, იგივე მუშაობის პროცესში რა თანამედროვე ტექნოლოგიები შემოგაქვთ, მუშაობს თუ არა ამ მიმართულების განვითარებაზე თქვენი მოწყება? ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული STEM ლაბორატორიები, ვირტუალური ლაბორატორიები. ძირითადად კონკრეტულად ერთ-ერთი პირველები ვიქნებით, ვინც დავნერგავთ ჩვენ საჯარო სკოლებში. კონკრეტულად რას მოიცავს? კონკრეტულად მოიცავს იმ საგნების წინ წამოწევას, კონკრეტულად საბუნების მეტყველო საგნების წინ წამოწევას და იმ უნარჩვევების განვითარებას, სადაც კონკრეტულად იქნება ეს საგნები. ეს იქნება ქართული ენა, ლიტერატურა, გეოგრაფია და ასე შემდეგ. საინტერესოა თქვენ ახსენეთ სტიპენდიები, ახალგაზრდებზე მოგებული პროგრამები. კონკრეტულად რას აკეთებს? წარმატებული სტუდენტებისათვის, ახალგაზრდებისათვის სამინისტრო და რაც მთავარია, რამდენად მარტივია სტუდენტებისთვის, ახალგაზრდებისათვის სამინისტროსთან თანამშრომლობა, ინფორმაციის მოპოვება თუ რა პროგრამებში შეუძლიათ მათ ჩაერთონ? კი ბატონო. ჩვენ ვახსენეთ პროგრამები, კონკრეტულად ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა. მოგეხსენებათ დღეს გვაქვს შედეგები, სადაც კონკრეტულად მოსახლეობას, რომლებიც არიან აფხაზეთიდან ოკუპირებული, ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობა, ვისაც არ აქვს საშუალება გადაიხადოს სწავლის გადასახადი და ავტომატურად მათ უწყდებათ ან საერთოდ ვერ აგრძელებენ სწავლა-განათლებას. ჩვენი მიზანი იყო, რომ სწორედ ამ სტუდენტებისთვის გაგვეხორციელებინა და
დავხმარებოდით შესაბამისი ანაზღაურებით და მათ мотивация მივცეთ სწავლის გაგრძელების. რამდენად ცნობილია თუნდაც იგივე ამ პროგრამების ფარგლებში უცხოეთში სტუდენტებსაც აფინანსებთ და ერთჯერადია ეს დაფინანსება, ეს არის სტაბილური სახე აქ ამ დაფინანსებას როგორ ხდება ამ დაფინანსების მიღება? მოგეხსენებათ ჩვენ მიმდინარეობს საპილოტედ რამოდენიმე სტუდენტის გავუშვით უკვე რამოდენიმე ქვეყანაში კონკრეტულად IT ტექნოლოგიების განხრით თავისთავად ვიცით რომ ეს არის მომავლის პროფესიები და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ბაზარზე გავუშვათ ის ჩვენი სტუდენტები რომლებიც მაქსიმალურად კონკურენტუნარიანები იქნებიან და შესაბამისად ჩვენთვის მთავარი მიზანია სწორ დროს გავუშვათ სწორ ადგილას და ძირითადად ჩვენი მიზანი არის განვახორციელოთ ის დაფინანსება რომელიც მას ჭირდებათ აღნიშნულ პროგრამაში. ბატონო ბექა, ძალიან საინტერესო პროექტზე მუშაობდა, თუ არ ვცდები, აფხაზეთის განათლების სამინისტრო ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად. ეს არის დისტანციური სწავლის დაგეგმა. მუშაობს თუ არა ეს პროექტი, რამდენად წარმატებულია ეს პროექტი და რამდენი თქვათ ახალგაზრდა სარგებლობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდა რო დისტანციურად ჩაერთოს სწავლის პროცესში. ეს საკითხი ცოტა სენტიმენტალურია, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ბევრი რისკ ფაქტორია, ბევრი რთული ვითარება, მით უმეტეს რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ძალიან რთულია იმ განათლების მიღება, იმ ახალგაზრდებისთვის, რომელიც იქნება სრულფასოვანი და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ და მივიღეთ ზომები, გაგვეხორციელებინა შესაბამისი პროგრამები, ორი პროგრამა, რომელიც იქნება ძირითადად პირველ კვარტალში და მეორე კვარტალში ეგრეთ წოდებული პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს მათი კვალიფიკაციის ამოღლებას და ძირითადად ეს მომენტი მუშაობს ნამდვილად გეთანხმებით. აუცილებლად მინდა კითხოთ სპორტზეც, იმიტომ რომ ამ სფეროშიც საკმაოდ კარგი პროგრამები მუშაობს, თუ არ ვცდები, თქვენი სამინისტროს მხრიდან დაწესებული, ამუშავებული, რა სიახლეების დანერგვა იგეგმება, თქვათ, სპორტსმენების სასახალისებლად, სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელისშესაწყობად რა ნაბიჯებს დგას თქვენი სამინისტრო? მოგეხსენებათ ამ ეტაპზე მიმდინარეობს უკვე ჩავატარეთ ბატონ ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია. ძირითადად კომისიამ გამოავლინა 10 საუკეთესო შედეგის მქონე სპორტსმენი. კომისიურად ჩვენ მივიჩნიეთ, რომ კომისია იყოს დაკომპლექტებული როგორც ცენტრალური, ისევე ოლიმპიური კომიტეტიდან წარმომადგენლობითი და ჩემი მთავარი მიზანი იყო, რომ კომისიური მუშაობა იყოს მეტად ეფექტური და გამჭვირვალე. ძირითადად ვიქტორ სანეევის სტიპენდია მოიცავს დროებით ოკუპირებული, დროებით დევნილი ახალგაზრდების და აფხაზეთის სახელით მოასპარეზე სპორტსმენების მხარდაჭერას. მათი მხარდაჭერა გამოიხატება სიმბოლური თანხით, მაგრამ მათთვის განმავლობაში. რაც შეეხება დანარჩენ სტიპენდიებს, ჩვენი გეგმაში გვაქვს დავამატოთ როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური სახეობები და შემდეგ ეტაპზე აუცილებლად განვიხილავთ კიდევ და კიდევ მეტ მხარდამჭერ პროგრამებს. აუცილებლად მინდა კითხოთ კულტურის სფეროშიც ზოგადად თუ არ ვცდები აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყოველთვის უჭერდა მხარს და აერთიანებდა იმ ადამიანებს, რომლებიც აფხაზეთიდან იყვნენ, რომლებიც წარმოადგენენ პერსონებს და ცოცხალი მემატიანეები არიან. ამ ადამიანებისათვის რა კეთდება და როგორ არიან ისინი ჩართული დღევანდელ რეალობაში? კონკრეტულად აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროსთვის ეს ადამიანები არიან და იქმნებიან ის ინტელიგენცია, რომლებმაც თავიანთ დროზე შექმნეს თავისი სიტყვა დადეს და კონკრეტულად დღესაც ახორციელებენ იმ პროფესიონალურ საქმიანობას, რომელსაც ქვია შერიგების და ისინი არიან ცოცხალი ხიდები, რათა მომავალში ჩვენი ქართულ-აფხაზური ურთიერთობები აღდგეს და მე მჯერა, რომ ამას ერთად მივაღწევთ და გავძლიერდებით. რა თქმა უნდა, ეს მიზანი ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად საზოგადოებისათვის და ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისათვის. მას მაყურებელს შევახსენებ, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ბექა ვანჩლიანი პასუხობდა ჩვენს კითხვებს პირდაპირ ეთერში.